მოგესალმებით მეგობრებო, მე ლადო ნაცვლიშვილი ვარ, თქვენი იმყოფებით ჩემს პერსონალურ არხზე. დღეს გვაქვს სტანდარტული ფორმატის ვიდეო, შევეხებით გასულ ივენტს, რომელიც ჩატარდა აპექსში, ლას-ვეგასში და ასევე დამდეგ ივენტს, რომელიც გველოდება უკვე მაიამიში, ასე ვთქვათ, ნევადადან ფლორიდაში გადაინაცვლებს UFC. სანამ დავიწყებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი არხი, თუ მოგწონთ რა თქმა უნდა ჩემი ვიდეოები და თუ გნებავთ, რომ ქრონოლოგიურად მიყვეთ ჩემი ვიდეოების, ასე ვთქვათ, ჩვენებებს და არ გამოგჩით არაფერი, შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი, დააჭიროთ ღილაკს, ზარის ღილაკს. ჩვენ კი ვიწყებთ UFC Apex-ით, სადაც თავარი ბრძოლა ჰქონდა რენატო მოიკანოსა და კრის დანკანს შორის. ამ ივენტზე შეგახსენებთ, რომ ბევრ ბრძოლაზე დეტალურად არ ვისაუბრებთ, ვინაიდან ძალიან ბევრი უცნობი მებრძოლი იყო, ძალიან ბევრი დებიუტანტი ყავდა, ზოგადად იყვნენ მებრძოლები, რომლებზეც დიდად არაფერი არ ვიცოდით და ბუნებრივია მათ ბრძოლებზე დიდ ანალიზს ვერ გავაკეთებდით. თუმცა იყო ბრძოლებიც, განსაკუთრებით პრელიმ კარდის, ბოდიში მთავარი კარდის ბოლო ბრძოლები, სადაც ასე თუ ისე ბევრი ვისაუბრეთ, გავარჩიეთ, პროგნოზებიც ვთქვით და პრინციპში როგორც ძირითადად ხდება ხოლმე, ძირითადად ყველა პროგნოზი გამართლა. ერთადერთი ცოტა შევცვლით მთავარ ბრძოლაში, სადაც ამ შესაბამისად ქონდა თავის მიზეზები, რაზეც ვისაუბრებ, როცა მივალთ იმ ბრძოლამდე. დავიწყოთ პირველი ბრძოლა, რომელსაც მეტნაკლებად შევეხეთ, თუმცა აქ პროგნოზი არ გავიკეთებია, ვინაიდან ერთ-ერთი მებრძოლი იყო დებიუტანტი და არ ვიცოდით, ეს იყო ტომას პეტერსენსა და გილერმო პატს შორის. აქ პროგნოზისგან თავი შევიკავეთ, უბრალოდ დავაკვირდეთ გილერმო პატსო. გილერმო პატმა დიდად მე ვთვლი, რომ თავი ვერ გამოიჩინა მაინც კარგად და პირველი მარცხი იწვნია კარიერაში, უნდა შევაგოთ აუცილებლად ტომას პეტერსენი, რომელმაც ძალიან აგრესიული წინსვლით, პრინციპში მე შემიძლია ვთქვა, რომ აჯობა მებრძოლს, რომელიც უნარებით მას ჯობია, მაგრამ ამიტომ უფრო მეტად დასაფასებელია პრინციპში ტომას პეტერსენის ეს გამარჯვება. ყველაზე საინტერესო მოხდა მთავარ კარდზე, სადაც ასევე ყავდა დებიუტანტები, ოღონდ ძალიან საინტერესო დებიუტანტები ყავდა. პირველ რიგში მოდი შევჩერდეთ უпростоთ ჟოზე მაურო დელანოსთან, ბრაზილიელი და ალბათ უფრო ჟოზე იქნება სწორი, რომელიც მართალია ასე ვთქვათ, დაუმარცხებელი არ იყო, მაგრამ ძალიან ესეთი კარგი რეკორდით მოდიოდა, 16-3-ზე ჰქონდა რეკორდი. თან საინტერესო ის იყო, რომ მის კუთხეში ვიხილეთ სხვადასხვა UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ერთ-ერთი ძველი UFC-ის და სხვადასხვა პრაიდის ვარსკვლავის თავის დროზე, მურილიო ბუსტამანტე, ჯიუ-ჯიტსუს დიდოსტატი, მეშვიდე დანის ფლობელი, შავი ქამრის და მეშვიდე დანის, რომელიც კუთხეში ყავდა ჟოზე მაურო დელანოს, თუმცა ჯიუ-ჯიტსუ მაინც ვერ ვნახეთ, ვინაიდან დელანომ მთლიანად ფეხზე გაატარა ფაქტობრივად ის ბრძოლა და ძალიან მაგარი ბრძოლა იყო. ჯერ ერთი მეთოქი ყავდა პოლონელი რობერტ რუხალა, რომელიც ასევე საკმაოდ მანაც კარგი შევეწება დატოვა, თუმცა აშკარად ჯობდა ბრაზილიელი და ძალიან მაღალი დონის ტექნიკა აჩვენა სტრაიკინგისთან, აი სუფთა MMA-ის სტრაიკინგის, რაც მე ვფიქრობ, რომ ამ ბიჭს უნდა დავაკვირდეთ, შეგახსენებთ, რომ ეს არის ქვემსუბუქი წონა, სადაც არიან კი ტალანტები, არიან ნიჭიერი მებრძოლები, თუმცა ვფიქრობ, მაურო დელანოსაც შეუძლია მათ შორის დაიკავოს ღირსეული ადგილი. დავაკვირდეთ მაურო დელანოს. მომდევნო ბრძოლა, რომელსაც ასევე ორი სიტყვით შეგვიძლია შევეხოთ, ეს არის ტომი მაკმილანსა და მანოლო ზეკინის შორის, ან ზეჩინის გდებავთ, შეიძლება ზეკინი. ამ ბრძოლაშიც ხა მაინც თავი შევიკავეთ პროგნოზებისგან, თუმცა ასე ვთქვათ, ვინაიდან არც ერთი მებრძოლის ბრძოლა მე პირადად ნანახი არ მქონდა, ტომი მაკმილანი სულაც დებიუტანტი იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ასე ვთქვათ, მათი მონაგარები და მათი რეკორდები მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაინც გავრიცხეთ და ფურცელზე მაინც ფავორიტად დავაყენეთ ტომი მაკმილანი და არ შემსწავლად პრინციპში, ზეკინის ეტყობოდა, რომ მისი გამოჩენა ამ ქარდზე იყო, მთავარი მიზანი იყო, რომ ზეკინის სახით სადებიუტო გამარჯვება, ზეკინისთან გამარჯვების სახით სადებიუტო მოგება ჩაეწერა აქტივში ტომი მაკმილანს, რომელსაც უფრო მეტად უნდა დავაკვირდეთ, ვინაიდან თვითონ UFC-ს აკვირდება, მას კუთხეში ყავს, შეგახსენებთ, შონ ომალი,
გარკვეულწილად ბევრი ამსგავსებს სამორ მებრძოლს ერთმანეთს, თუმცა მე ვიტყოდი რომ საკმაოდ განსხვავდებიან განსაკუთრებით სტილისტურად. კი შეიძლება ქცევა მსგავსი კონდეთ და აშკარად ბაძავს ტომი მაკმილანის, თუმცა ტომი მაკმილანი აშკარად არის მოჭიდავე და ვფიქრობ კი პირველ რაუნდში გაიმარჯვა საკმაოდ დამაჯერებლად, მაგრამ ეს უფრო განაპირობა იმამ რომ მეტოქე, მანოლო ზეკინი როგორც მოსალოდნელი იყო არ აღმოჩნდა ხე მაინც მაღალი დონის მებრძოლად, ისეთი მაღალი დონის ყოველ შემთხვევაში რომ ამომავალ ვარსკვლავს UFC-ში გაუწიოს წინააღმდეგო და მე ვფიქრობ ტომი მაკმილანს ბევრი მუშაობა მართებს, ვინაიდან ასე ქაოსური და რაღაც როგორ ვთქვა, უსისტემო ჩხუბით შორცის ვერ წავა. აუცილებლად ჯერეთი მაკმილანმა უნდა გაითავისოს ის რომ ბაზისის ის არის აშკარად მოჭიდავი და ეტყობა რომ კარგი მოჭიდავია და ამ დონეზე მთლიანად სტრაიკინგში და კრივში და ასე ვთქვათ ბრძოლის წაყვანა მაინც და მაინც კარიერის ამ ეტაპზე მას არ აწყობს და ნებისმიერ ცოტა ისეთი მაღალი კვალიფიციური სტრაიკერი მებრძოლის წინააღმდეგ აშკარად დაიჯება. თუმცა ძალიან ახალგაზრდა და პრინციპში რომ დაისაჯოს ერთხელ ამით დიდად არაფერი არ დაშავდება. რა თქმა უნდა მისთვის ჯობია არ დაისაჯოს და ასე ვთქვათ შეცდომა თავიდან აერიდოს თუ წინასწარ შეუძლია რაღაცა სწორი ანალიზების და დასკვნების გაკეთება. ნახოთ დავაკვირდეთ ამბიც ყოველ შემთხვევაში ნიჭი აქვს, მას მონაცემები აქვს. უნდა ერთადერთი ვინმემ ან თავადან ვინმეს დახმარებით მოახერხოს და ეს მონაცემები რაღაც სწორ ასე ვთქვათ მწყობრში ჩააყენოს და სწორი მიმართულება მისცეს მთლიანად თავის MMA-ს. აი ამის შემდეგ აქ თუ ვარაუდობდით რომ მაინც კი არ ვიცით ვინ არის ტომი მაკმილანი, მაგრამ ალბათ მოიგებსო, აი მომდევნო ბრძოლაში ვისაუბრეთ რომ რაფაელ ესტევანი სხვათა შორის ბრაზილიელი დაუმარცხებელი მებრძოლი 14-0-ზე რეკორდით იყო. შეგახსენებთ, ძალიან სერიოზული, უკვე ჩამოყალიბებული მებრძოლია და მასზე სერიოზული პავასებს გასცემენ და სამართლიანადაც თქო. თუმცა განსხვავებით იგივე ტომი მაკმილანისგან მას მეტოქეთ ისეთი ზეკინისნაირი რაღაცა უბრალოდ იოლად გავლადი მეტოქი არ ყავდა. ვინაიდან ერთი ნიუინგი შეიძლება ზეკინიზე უფრო ასე ვთქვათ შემთხვევით მოხდა UFC-ში და შეგახსენებთ მისი პირველი ბრძოლა ერთი ნიუინგის შედგა Wellmaker-ის წინააღმდეგ და იყო short-notice საერთოდ არ უნდა მომხდარიყო ეს ბიჭი UFC-ში არც კონტენდერების სერიაში უბრძოლია, არც რაღაც ისეთ განსაკუთრებულ ორგანიზაციაში. იურაია ფებერის ორგანიზაციაში იყო ჩემპიონი, ერთადერთი რაც მისი მიღწევა იყო და მოულოდნელად Wellmaker-ს რომ ასე ვთქვათ ჩაეხსნა მეტოქე სწრაფად იყო საჭირო, თან უკვე ბრძოლამდე ცოტა იყო დარჩენილი, ფაქტობრივად ბრძოლის კვირას ჩაეხსნა, სწრაფად საჭირო იყო მალკომ ველმეიკერისთვის მეტოქის მოძებნა და მაშინ იპოვეს. ერთადერთი ვინც იპოვეს იყო ეთი მიუინგი, თუმცა როგორც აღმოჩნდა ეთი მიუინგი უბრალო ბიჭი არ ყოფილა და ძალიან კარგი მებრძოლი მიიღო მისი სახით UFC-მ, ამიტომ თლათ მას ემარტივად რო არ იქნებოდა რაფაელ ესტევამისთვის ბრძოლა, ეს პრინციპში ვარაუდ და ასეც მოხდა. ხო, იმასაც გაუსვით ხაზი რომ კი 9-2-ზე ქონდა მაშინ Ewings რეკორდი და თითქოს ახლა 14-0-თან შედარებით, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ჩამორჩება 9-2-ზე რეკორდი. თუმცა აი ეს 9-2-იც როგორ შედგება მას დავაკვირდებოდით. მოკლედ პირველი ორი ბრძოლა ეთი Ewings ქონდა წაგებული, პირველი ორი ბრძოლა პროფესიონალებში და ამის შემდეგ მოდიოდა 9 მოგებიან სერიაზე, ასე რომ ასე ვთქვათ, დაუმარცხებლობა ესტევამის დაუმარცხებლობა Ewings-ის წინააღმდეგ მაინდამაინც ისეთი დიდი უპირატესობა არ იყო, იმიტომ რომ კარგახანი დაუმარცხებელი არის ეთი Ewings-იც. Ewing-მა გაამართლა ჩვენი მოლოდინები და არა მარტო ჩვენი ალბათ დარწმუნებული ვარ მისმა პირველმა ბრძოლამ ყველას დაანახა რომ ეს ბიჭი მართლა სერიოზული პროსპექტია შეიძლება ვთქვათ, სხვა შორის 28 წლის არის და ზლია საბოლოოდ გატეხა, სხვათა შორის ისევე როგორც ძალიან გავდა ეს ბრძოლა Wellmaker-თან ბრძოლას, იმით რომ ფავორიტს არაფერი არ ქონდა თავიდან თითქოს ისე დასაწუნი, მაგრამ ნელ-ნელ მუდმივი წინსვლით, მუდმივი უტეხი ხასიათით მაინც შეეძლო და გატეხა საბოლოო ჯამში. სადღაც მეორე რაუნდის შუაში უკვე შეეტყო ესტევანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი უნარები ქონდა და ამ ბრძოლაშიც თავიდანვე ვერ ვიტყვით, რომ ვერ აჩვენებდა თავის კარქვისებებსო, მაინც აი მუდმივად რომ ვერ შეაჩერა ეს Ewing-ი ნელ-ნელა იგრძნობოდა, რომ მას თავდაჯერება, მისი თავდაჯერება თითქოს იკლებდა და საბოლოოდ
ყველაფერი მიდიოდა იქამდე რომ უნდა გატეხილი იყო ესტებამი და ასე მოხდა მესამე რაუნდში 2 წუთი იყო დარჩენილი ბრძოლის დასრულებამდე რომ საბოლოოდ ნოკაუტით გამარჯვება მოიპოვა გაუშვა ნოკაუტში რაფაელ ესტებამი ეთიმ იუინგმა. ხოჭი ძალიან საინტერესო შემდეგ იუინგის განაცხადა რომ თითქოს რაღაცა ალექსანდრე თოფურია გამოიწვია სავით და ხო ამ ხრივ ცოტა ჩვენი ყურადღებას მიიქცია თუმცა მე ვფიქრობ რომ ადრეა ჯერ მათი ერთმანეთთან გადაკვეთა ვინაიდან მე ვფიქრობ რომ არც UFC-ს არ აწყობს ახლა კარიერის ამ ეტაპზე ამ მებრძოლების ერთმანეთის წინააღმდეგ ასე ვთქვათ დაპირისპირება ვინაიდან ორივე მებრძოლმა შეიძლება ასე ვთქვათ საკმაოდ დიდი ხეირი მოუტანოს UFC-ს და არ უნდა აწყობდეს ახლა რომელიმე მათგანის შეფერხება კარიერაში UFC-ს ჩემი აზრით რა თქმა უნდა თუმცა რა მოხდება ამას ვნახავთ მომავალში და დაგვრჩა 3 ბრძოლა ამ ივენტზე ანუ გულისხმობ გასულ ივენტს ვეგასის ივენტს რომელიც სხვადასხვა მთლიანობაში გამოვიდა ძალიან სანახაობრივი და ძალიან კარგი უბრალოდ იმის წინა ივენტი იყო ისეთი სიეტლის ივენტი იყო შეგახსენებთ რომ ახ სიეტლის შემდეგ რაღაცა რამე გაკვირვებოდა რა თქმა უნდა ეს ძალიან ძნელი იყო თორემ აი ის ივენტი რომ არ ყოფილიყო ასე ცოტა ხნის წინ ალბათ ერთ-ერთ საუკეთესო ივენტს დაუძახებდით შევარქმევდით ამ ღონისძიებას აპექსში მართლა ძალიან სანახაობრივი გამოვიდა და კარგი საყურებელი და ესეთი ცოცხალი აბდულ რაჰმან იახიაევი კიდევ ერთი დაუმარცხებელი მებრძოლი ყავდა მეტოქე საკმაოდ გამოსული ბრენსონ ჰიბეირო იყო ამ ბრძოლაზე უკვე გავაკეთეთ პროგნოზი და ну არც შემწდარვართ საკმაოდ სუყი ფავორიტად ხედავდი აქ აბდულ რაჰმან იახიაევს ბოდიში რომელიც ჩეჩენი მებრძოლია უბრალოდ თურქეთის სახელით გამოდის ამ მებრძოლის ბრძოლები მე ყველა ნანახი მქონდა და მაშინაც ვთქვი და ახალაც გავიმეორებ რომ თითქოს ვცდილობ ძალიან შორს არ წავიდეთქო მაგრამ ვფიქრობ თავად აბდულ რაჰმან იახიაევი წავა ძალიან შორს ამ დივიზიონში თქო და კიდევ ერთხელ დავწმუნდი ამაში საკმაოდ გამოსთილი კარგი მებრძოლი ბრენსონ ჰიბეირო მოგუდა ისე რომ მის დასამარცხებლად 3 წუთიც არ დაჭირდა. ნუ ბევრს აღარ ვისაუბრებ ამ მებრძოლზე. ძალიან კარგი მებრძოლია, პირველ რიგში ძალიან კარგი მოჭიდავეა და ამ დივიზიონში ზოგადად არ არის ბევრი კარგი მოჭიდავე და პლუს არ არის ეს სამხრივად განვითარებული ასე ვთქვათ გრეპლერი ფეხზეც საკმაოდ კარგი უნარები აქვს, ნოკაუტის ძალაც აქვს და მოკლედ აი კარგი ჭიდაობის ბაზაზე, ასე ვთქვათ, აწყობილი MMA-ის მებრძოლია, თან არის სულ რაღაც 25 წლის ასე რომ უნდა დავაკვირდეთ ამ ჩეჩენ მებრძოლს. მომდევნო ბრძოლაშიც პრინციპში მოხდა ის, რასაც ველოდით, ვირნა ჟანდირობა ტაბატა რიცის, ვაჭრობთ აქ თურმე, მე არ ვიცოდი, მაგრამ თურმე, მე როგორც ყოველთვის ახლაც სხვადასხვა არ ვიცი ბუკმეკერების ბრძოლა ხო ამ ივენტზე არა მომდევნო ივენტზე არ ვიცი წინასწარ ვინ ყავთ ბუკმეკერებს ფავორიტებად ძალიან გამიკვირდა როცა გავიგე რომ თურმე ტაბატარიცი ყოლიათ ბუკმეკერების ფავორიტად გამიკვირდა იმიტომ რომ ჩემთვის დიდი ფავორიტია ვინა ჭანდირობა და ვინც უყურა ჩემს წინა ივენტს და მეთანხმება რომ ამას ქონდა ის არგუმენტებიც ჩემგან ასე ვთქვათ იყო არგუმენტებიც ჩემგან რაც მაფიქრებდა ამას ვინაიდან ზოგადად ტაბატარიცის მარცხებს თუ დაუკვირდებით როგორც წესი ის მარცხდება კარგ კვალიფიციურ ჯანიან მოჭიდავეებთან და ამ ხრივ ზუსტად ესეთი იყო ვირნა ჭანდირობა რა თქმა უნდა შეიძლება ასე ვთქვათ მოჭიდავე გათიშო თუმცა ვირნა ჭანდირობას ნიკაპი ზოგადად ძალიან ბევრმა მებრძოლმა გამოცადა და ასე მარტივი არა თუ მარტივი საერთოდ არავის გათიშული არ ყავს ვინა ჭანდირობა 4 წაგება კარიერაში და 4-ვე არის საჯების გადაწყვეტილებით და ნუ უბრალოდ ვერ ხედავდი როგორ უნდა მოეგოს იმას ლოგიკად ტაბატარიცის და ასეც მოხდა ერთადერთი ისი იმედიც შეიძლება ქონოდათ ტაბატარიცის გულშემატკივრებს ის იყო რომ ბოლო ბრძოლა ვირნას ჰქონდა წაგებული მაკენზი დერთან და ნუ შეიძლება როგორც ხშირად ხდება ხოლმე კარგი ესე იგი ასე ვთქვათ, დაუმარცხებელი სერიის ბოლოს, როცა მარცხდება მებრძოლი, ხშირად რაღაც მენტალური პრობლემები აფუჭებს ხოლმე მას და უახლოეს ბრძოლებში კარგად არ გამოიყურება ხოლმე. თუმცა ხა საჩემპიონო ბრძოლა ქონდა, თან წააგო
ვიღაცასთან კი არა, მაკენზი დერთან და ეს მარცხი არ უნდა ყოფილიყო ისეთი დამთრგუნელი, რომ ვირნასთვის ასეთი ზიანი მიეყენებინა, ვირნას მენტალობისთვის. ეს მოხდა პრინციპში ვირნამ დიდი პრობლემები ვირნას არ უნახია ამ ბრძოლაში. თავის სტილში გადაწყვეტილებით 3 რაუნდის განმავლობაში დაჭაბნა დავადარიცი და გაიმარჯვა. და დაგვრჩა მთავარი ბრძოლა, სადაც მოიკანო ხდებოდა კრის დანკანს. ნუ აქ ვერ ვიტყვი რომ დიდი ფავორიტიო, მაგრამ მაინც ცოტა ვიხრებოდი მოიკანოსკენ და კიდევ ერთხელ ვწმუნდები რომ როცა გულშემატკივრო მე ბრძოლს მოიკანოსკენ კი არა, ბოდიში დანკანისკენ ვიხრებოდი და კიდევ ერთხელ დავწმუნდი რომ როცა გულშემატკივრო ძალიან ერთ მე ბრძოლს ჯობია მის ბრძოლებზე არ გააკეთო პროგნოზი, ვინაიდან ძალიან ხშირად ასე თუ გაბრმავებს ნაწილობრივ ეს რაღაცა სუბიექტურობა. არ გაგივალავთ, კრის დანკანისკენ ვიყავი ამ ბრძოლაში და გულდასაწყვეტი ჩემთვის ის არის, რომ აშკარად რომ ვისაუბრე ამ ბრძოლაზე, მათი თვისებები რომ ჩამოვთვალე, ფაქტიურად იდო იქ პროგნოზი, კარგად კი არა, უბრალოდ ერთი მეორესთან ასე რომ მიგესადაგები და მიხვდებოდი, რომ ყველა ვარიანტი შეეძლო უნდა მოეგო, რატომ მოიკანოს და რაც გულისხმობ. თავარი თვისებები, რაც მათი ასე წარსული ბრძოლებიდან მე დავამახსოვრდა და რაც ხაზი გაუსვი ჩემს წინა ვიდეოში, ვისაც არ უნახავს შეუძლია ნახოს ხოთა შორის ამის წინა ვიდეოა, იყო ის რომ რენატო მოიკანო არის ძალიან ჭკვიანი მებრძოლი და შეიძლება უნარებით არ ბწყინავს და მართლა არ ბწყინავს, ვერ ვიტყვით რომ საუკეთესოა რაღაცაშიო, მაგრამ თავარი ის რაც არის ყოველთვის სწორ გეგმას ირჩევს, უბრალოდ შეშეთქვევაში რა ზოგჯერ, მაგალითად როგორც მოხდა ისლამ მახაჩევთან მარტო გეგმა არ ყოფნის, თუ მეტოქე შენზე ბევრად ძლიერი და ბუნებრივია შეიძლება მაინც სააგო, რაც უნდა სწორად იბრძოლო. მოიკანოს არასდროს არ ეშლება გეგმა და მოიკანოს აქვს კიდევ ერთი რამ, თუ პატარა შანსი დაინახა რომ შეიძლება ბრძოლა დაამთავროს, აუცილებლად დამთავრებს. როგორც წესი მისი ყველა ფინიში ასეა. შანსი ესეც მის IQ-ს საბრძოლო IQ-ზე მეტყველებს. აი ძალიან სწორ დასკვნებს აკეთებს, სწორ მომენტში, სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და ამიტომაც როგორც წესი თუ შანსი, ასე ვთქვათ, გამოუჩნდა, აუცილებლად გამოიყენებს იმ შანსს. რაც შეეხება დანკანზე მისი თვისება, ვთქვით რომ ის ზუსტად აი ამ თვისებით არ გამოირჩევა, რაც მოიკანო, მას საბრძოლო, ვერ ვიტყვი, IQ არ აქვს, მაგრამ ზოგადად ვერ ვიტყვით რომ ყოველთვის სწორად იბრძვის, ყოველთვის სწორ რაღაცებს აკეთებს. ამიტომაცაა რომ მისი მოგებები თქო ეს, ჩემი სიტყვებით ციტირებას ვაკეთებ. იმ ბრძოლებში, სადაც მოიგო ძალიან ახლოს იყო წაგებასთან და მას შეეხნა ხიფათი. აი ეს იყო თქვი და ხო. პრინციპში ეს ორი თვისება, ამ ორი მებრძოლის ეს ორი თვისება თუ შევაჯამებთ, გასაღები და კლიტესავით ერგება ერთმანეთს და ბუნებრივია, თუ რენატო მოიკანო ძალიან კარგად იყენებს ერთ მინიმალურ შანსსაც, ძალიან ჭკვიანია და ძალიან კარგად იყენებს და თუ შანსი მიეცა დაამთავრებს და ამ დროს ხდება მებრძოლს, რომელსაც იმ ბრძოლებშიც კი სადაც კარგად გამოიყურება, როგორც წესი საფრთხე მას ექმნება და შეცდომებს უშვებს, ბუნებრივია რომ ეს ბრძოლა უნდა მოიგო მოიკანოს და ასეც მოხდა პრინციპში. მოიკანო მძლია და თავარი მიზეზი ატომაც და კიდევ ერთი ასე ვთქვათ მისი სწორი გადაწყვეტილება მოიკანოს ის იყო რომ აი ჩხუბში ეს ქაოსურ ჩხუბში არ მიცა საშუალება დანკანს რომ გადაიყვანა ბრძოლა. ძალიან ისეთ რუტინული, გეგმაზომიერი კრივით მუშაობდა და როგორც კი იგზნო რომ ცოტა შებრუვდა და ცოტა და გაფუჭდა დანკანი, მაშინ დაუმატა ტემპი, მაშინ გადავიდა ბრუტალურ რეჟიმში და დაამთავრა კიდევაც ზურგი ვაღებული ქონდა იქ უკვე დროის ამბავი იყო როდის დამთავრდებოდა. ეს იყო სულ პრინციპში ისეთი მეტი საინტერესო განსაკუთრებით არ მომხდარა არაფერი წინა ივენტზე, საინტერესო არა, მაგრამ სანახაობრივი ნამდვილად იყო ყველაფერი, ძირითადად იყო ფინიშები და სადაც არ იყო ვადამდელი გამარჯვებები, იქ იყო ძალიან მაღალი ხარისხის MMA, კერძოდ განსაკუთრებით ამ ხრივ მინდა გამოვყო ჟოზე მაურო დელანოს გამარჯვება პოლონელ მეტოქესთან, სადაც მართლაც ძალიან ისეთი კარგი MMA და მასტერკლასი აჩვენა ბრაზილიელმა. მოვჩით ვეგასის ივენტზე საუბარს და რომელსაც კიდევ ერთხელ ვახსენებ, თითქოს სიეტლის წყალი გადაესხა, ისეთი ძალიან ეფექტური ბრძოლები ვიხილეთ და არ გამოვრიცხოთ, რომ ის სიეტლის წყალი ცოტათი შეიძლება გადაესხა, უკვე ცოტა შორსაც გადაისხა და შეიძლება გადაესხა ჩვენს მომდევნო ივენტსაც, სადაც ასევე ველოდებით ძალიან სანახაობრივ ბრძოლებს, სხვანაირად არ შეიძლება. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება არასანახაობრივი ბრძოლა იყოს პროხასკას მონაწილეობით, როგორ შეიძლება იყოს არასანახაობრივი ბრძოლა იგივე ბრძოლა, სადაც
კაპსვანსონი და ნეით ლენდვერი ხდებიან ერთმანეთს, თუმცა ამაზე ყველაფერზე ვისაუბრებთ ცოტა ხანში, მანამდე, სანამ დამდეგ ივენტზე გადავალთ, რომელიც შედგება, კიდევ ერთხელ გეტყვით, მაიამიში, ფლორიდაში. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი არხი, დააჭიროთ ღილაკს, რათა არ გამოგღილაკს, ზარის ღილაკს, რათა არ გამოგჩეთ ჩემგან დროულად ნახოთ და დროულად მოგივიდეთ შეტყობინება ჩემს მიერ დადებულ სიახლეებზე, ჩემს არხზე. მაშასე ვაგრძელებთ, რაც შეეხება დამდეგ ივენტს, მაიამიშიც სერიოზული ჯახები გველოდება. დავიწყოთ პირდაპირ პრელიმ ქარტით. პირველი ბრძოლა პრელიმ ქარტში გველის ტატიანა სუარესსა და ლუპიტა გოდინეს შორის. ძალიან საინტერესო ბრძოლა. ნუ საინტერესო როგორ? ხოჭის არ ვიცი აქ, როგორც ყოველთვის მე არ ვიცი ბუკმეკერების ასე ვთქვათ რჩეულები ვინ არიან, მაგრამ ჩემი აზრით აქ მე ვერ ხედავ რომ არ მოგატყოთ ლუპიტა გოდინესმა როგორ უნდა დაამარცხოს ტატიანა სუარესი. შეიძლება ბევრს უკვირს ამას რომ ვამბობ, მაგრამ ნუ ძალიან მარტივად რომ ჩავხედოთ ლუპიტა გოდინეს ერთი ნახეთ ვისაც აქვს წაგებული. მაკენზი დერნი ვინა ჯანდირობა. აი ბოლო რამდენია ეს 10 ბრძოლაში დაახლოებით 10 თუ 9 ბრძოლაში, ნუ 8-ში შეიძლება. მხოლოდ ეს ორი წაგება აქვს და წაგებული აქვს ეს ground game-ის სპეციალისტებთან, ანუ მიწაზე, ვინც ყველაზე კარგად გამოიყურება. არც ერთი ესეთი ძალიან მაღალი დონის გრეპლერი მას დამარცხებული არ ყავს. და ასეთია უდავოდ ტატიანა სუარესი. პლუს, ნუ რა უნდა უქთა გრეპლერს, ახლა როდესაც იცი რომ მიწაზე გაჯობებს, ნუ უნდა გათიშო, ხო? მიაქცეთ ყურადღება ლუპიტა გოდინესის ასე ვთქვით გამარჯვებებს. 14 გამარჯვებიდან აქვს. მხოლოდ და მხოლოდ 3 აქვს ვადამდელი, ამ 3-დან 2 აქვს მტკინეულ მახრჩობელებით, რასაც მე გამოვრიცხავ უბრალოდ გამოვრიცხავ ტატიანა სუარესთან. და 1 აქვს ტექნიკური ნოკაუტით, ოღონდ ისიც აქვს მიწაზე. შესაბამისად, მაინც აქ უნდა გაისროლოს ისეთი რომ გათიშოს სუარესი, ნუ არ ვიცი რატო რა გვაძლევს ამის საფუძველს, არ ვიცი, თან ეს შეგახსენებთ არის ისედაც ქალთა უმცუბუქის წონაც ზოგადად აქ ეს ერთი დარტყმით ნოკაუტები ძალიან ცოტაა. შესაბამისად, ბრძოლამ და ისედაც სხვადასხვა ძირითადად გოდინესის ბრძოლები მიდის გადაწყვეტილებამდე და გადაწყვეტილებით გოდინესმა როგორ უნდა მოუგოს ტატიანა სუარესს, მე არ ვიცი. მე გამიკვირდება ეს რომ მოხდეს, ამიტომ მე აქ საკმაოდ დიდ ფავორიტად ხედავ სიმართლე გითხრათ ტატიანა სუარესს. მომდევნო ბრძოლა არის მატეუშ გამროცსა და ესტევან რიბოვიქს შორის ძალიან საინტერესო ბრძოლა და ძალიან სანახაობრივი ბრძოლა შეიძლება იყოს. ნუ ყოველ შემთხვევაში რიბოვიქსის ბრძოლები ყველა ასეთია და პრინციპში მატეუშ გამროცსაც რას ვერჩით, ერთ სიმაზე ვერ ვიტყვით, ერთ სხვაზე ვერ ვიტყვით, რომ რაღაც უინტერესო და არასანახაობრივი და მოსაწყენი მებრძოლიაო. რაც შეეხება ფავორიტს, გამოგიტყდებით და მე აქ ფავორიტად ვხედავ უფრო პოლონელს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საინტერესო მებრძოლია არგენტინელი, მაინც მისი საუკეთესო თვისებები ჩვენ რაც დავინახეთ ყოველ შემთხვევაში აქამდე, რაც მან დაგვანახა UFC-ში იყო ძირითადად ფეხზე, სტრაიკინგში, რაც ნამდვილად კარგი აქვს, მაგრამ აი არც ელვის ბრენარი, არც დენიელ ზელხუბერი, არც ტერენს მაკინი, არც კამოლა კირკი არ გამოირჩევიან განსაკუთრებით მიდრეკილებით, ჭიდაობისკენ მიდრეკილებით და როგორც წესი ფეხზე ყრებიან მას ყველას ბრძოლებში და ნუ ეს ძალიან სიამოვნებს რიბოვიქსაც. ვფიქრობ, მატეუშ გამროტი ბევრად უფრო მეც აურევს და გამროტის ჭიდაობა შეიძლება პრობლემა იყოს, შეიძლება კი არა, ჩემი აზრით პრობლემა იქნება რიბოვიქსისთვის. თან ახლა მატეუშ გამროტიც გასაგებია რომ ხაგებს ვიღაცებთან, მაგრამ ნუ ჯერ ისეც არ გაფუჭებულა რომ აი ესე ნუ რიბოვიქსკი არ ვერჩი ნამდვილად კარგი მებრძოლია, მაგრამ ჯერჯერობით რაღაცა ტოპ-10-ის დონის მებრძოლი არ არის და გამროტი თუ აგებს ხოლმე ასეთებთან აგებს თუ დააგვირდებით. ჩარლზ ოლივეირა კი მოგუდა მარტივად თითქოს, მაგრამ ეს ჩარლზ ოლივეირა შეგახსენებთ და იქამდე წაგება ხოლმე დენ ჰუკერთან და ბენ დარიუშთან. აი მაგალითად ლუდოვიკ კლეინი, რომელიც რაღაც კონცეპტუალურად შეიძლება ძალიან გავს რიბოვიქს. ლუდოვიკ კლეინი დაამარცხა მატეუშ გამროტმა. ბოუგო როფაელ დოს ანიოს, საფაელ ფიზიეს. მოკლედ, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში ფავორიტი უნდა იყოს მატეუშ გამროტი. რა თქმა უნდა, რას არ ვამბობ, ყველა ცდება და შეიძლება მეც შევცდე, მაგრამ მე ყოველთვის ჩემ წარმოსახვაში ასე ვხედავ ამ ბრძოლის შედეგს. შემდეგი ბრძოლა გვაქვს კევინ ჰოლანდსა და რენდი ბრაუნს შორის. ამ ბრძოლაზე პროგნოზს არ გავაკეთებ, ერთი რასაც გეტყვით, რომ
აუცილებლად ნახეთ ეს ბრძოლა, იმიტომ რომ ძალიან სანახაო ბრძოლას ველოდები. პროგნოზს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ზოგადად კევინ ჰოლანდს ძალიან გულშემატკივრობდა. ძალიან სუბიექტური ვარ ამ ბრძოლაში, თუმცა იმას ვხვდები, რომ მარტივი გასაელებება ნამდვილად არ აქვს კევინ ჰოლანდს, რენდი ბრაუნის კრივი განსაკუთრებით, ან ორივე ჰოლანდს აქვს უპირატესობა როგორც წესი უმეტესობა ბრძოლებში, წვდომში, თუმცა რენდი ბრაუნი ამ მხრივ ისეთი მებრძოლი არ არის, ვისაც დიდი უპირატესობა ექნება წვდომში. ჰოლანდს ისიც საკმაოდ გრძელია, აქვს ძალიან კარგი კრივი და მოკლედ სერიოზული გამოცდა ელის კევინ ჰოლანდს, რომელსაც მე გულშემატკივრობ, თუმცა პროგნოზისგან რა თქმა უნდა თავს ვიკავებ. ამის შემდეგ გადავდივართ ჯერ კიდევ ვართ პრელიმ ქარტში და სხვათა შორის ბელატორის ეს ბრძოლა 2 წლის წინ რო ეთქვა ვინმეს და პატრიციო პიტბული არონ პიკოს ბრძოლა შედგა, ვიფიქრებდი ბელატორში შედგა თქო, ვინაიდან ორივეს მთელი კარიერა თითქმის გატარებული აქვს ბელატორში, თუმცა ვიცით რომ ორივე UFC-შია და ერთმანეთს დააჯახეს სხვათა შორის მატჩმეიკერებმა. აქ სხვათა შორის როგორც ყური მოვკარი ბუკმეკერებს ფავორიტად ავთო არონ პიკო და სიმართლე გითხრათ ვერ ხვდები რატო უნდა იყოს პიკო ამ ბრძოლაში ფავორიტი პატრიციო პიტბულთან. აი რატო უბრალოდ. მთლიანობაში კარიერულად პიკოზე უფრო წონიანი შეიძლება პატრიციო პიტბულის მარტო მარჯვენა ხელი იყოს. არ მოგატყუოთ, ამას მართლა ვამბობ ხოლმე გარეშე რაღაც კარიერულად პიკო ჩემი აზრით ვერასოდეს ვერ მიაღწევს იმას, რასაც პატრიციო პიტბულმა უკვე მიაღწია კაიხანიათან. რაც შეეხება ცოტაც კი შენელებულია პატრიციო პიტბული, არ არის ახლა ისეთივე ცეცხლოვანი როგორიც იყო ადრე, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მაგალითად მას დაემარცხებინა დენ იგე. ხო კი, მან წააგო იაირ როდრიგესთან, რომელიც სხვაჩოის ანთროპომეტრიულად ძალიან ხერხული იყო მისთვის, იმიტომ რომ ძალიან გრძელია პიტბულთან შედარებით იაირ როდრიგესი, თუმცა ახლა იაირ როდრიგესია ის ხო არ არის ვიღაც. გადაწყვეტილებით წააგო იაირ როდრიგესთან, გადაწყვეტილებით დაჯაბდა დენ იგე და მოულოდნელად არონ პიკოსთან რატომღაც ანდერდოგად დააყენეს, არონ პიკოსთან, რომელსაც UFC-ში აქვს ერთადერთი ბრძოლა ჩატარებული და იმ ერთადერთი ბრძოლაში უმოწყალოდ და ბრუტალურად გათიშა ლეონ მერფიმ. ხო, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ხვდებით ალბათ რომ მე აქ ფავორიტად სიმართლე გითხრათ ხედავ პატრიციო პიტბულს. მე ვფიქრობ რომ არონ პიკო გასაგებია რომ კარგად ჭიდაობს და შეიძლება ფურცელზე ჭიდავე უკეთესი იყოს ვიდრე პიტბული, თუმცა მე რაღაც ვერ ვიხსენებ რომ პიტბული ჭიდაობაში ვინმეს დაეჩაგდოს და თავი კარიერის განმავლობაში პატრიციო პიტბული პიკოზე უკეთეს მოჭიდავებსაც შეხვედრია. სადაც სხვა შორის მართლა არ აქვს პიტბულს წაგებული მიწა. აი ნათრევი პიტბული არავის არ ყავთ. ვინც მოუგო პიტბულს იმანაც გათიშა თორე. დიდად რო გითხრათ რომ ან ფეხზე მოუგო, ხო რაღაც, როგორც იგივე აი როდრიგესმა თორე. და ან იგივე სერხიო პეტისმა. და მიწაზე პიტბული ათრიოს ან მით უმეტეს დაასაბმიტოს პიკომ სიმართლე გითხრათ ძალიან გამიკვირდება ყოველ შემთხვევაში. ნუ მე ყოველ შემთხვევაში ფავორიტად პატრიციო პიტბულს ხედავ. ნახოთ, კი, ასაკიანია, რა თქმა უნდა, ასაკი პიკოს მხარეს არის, პიკო მხოლოდ 29 წლის არის, პატრიციო პიტბული არის უკვე 38-ის, თუმცა მის უკანასკნელ ბრძოლას თუ ავიხსენებთ დენიგესთან, ჯერჯერობით იმ დონეზე ნამდვილად არ არის გაცვეთილი, მე ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ მგონია იმ დონეზე გაცვეთილი, რომ არონ პიკო იყოს ამხელა ფავორიტი მასთან. ამის თქმა მინდა. შეიძლება პიკოს არ ვაფასებ სათანადოდ, არ ვიცი. თუმცა მეორე ერთხელ რატომ უნდა დავაფასო პიკოს სათანადოდ, როცა ბელატორში პიკო საჩემპიონო დონეს არც მიახლოვებია არასოდეს, UFC-ში კი ჯერ რაც მოახერხა ერთადერთი ისე რომ ბრუტალურად დაიცინა. რატო თვითონ პიკოს არ მოუწია ჩემთვის შეჯერობით არაფერი საფუძველი იმისი რომ მასზე დიდი ავაცები გავცე. და გადავდივართ მთავარ ქარტზე და პირველივე შვენება ბრძოლა გვაქვს. შვენება ბრძოლა ნამდვილად. ამიტომ ვფიქრობ რომ აქაც მოწოდებოდა ის სიეტლიდან გადმოსხმული წყალი, კაპ სვანსონი, ნეით ლენდვერი. ორი საოცარი მეომარი, რომლებიც უბრალოდ არ იბრძვიან, ყოველთვის იბრძვიან მაყურებლისთვის გულისხმობ რომ არც ერთი მათი ბრძოლა არ აქვს მნიშვნელობა იგებენ თუ აგებენ, ასე ვთქვათ, არც ერთი მათი ბრძოლის მიმართ
მაყურებელი არ არის, ასე ვთქვათ, ინდიფერენტულად განწყობილი. აუცილებლად, არ შეიძლება რა, რაღაც ემოციებს აუცილებლად გამოიწვევენ ხოლმე ეს მებრძოლები. ვფიქრობ, იქნება ძალიან სისხლიანი ბრძოლა, იქნება ზიანი. ეს ბრძოლა რო შემდგარიყო დაახლოებით 2-3 წლის წინ. აი ვიტყოდი, რომ აქ იქნება 3 რაუნდიანი ომი. კი შეიძლება იყოს ფინიში, მაგრამ აუცილებლად გვიან რაუნდებში თქო, განსაკუთრებით ლენდვერის შემთხვევაში, ხა ლენდვერის გათიშვა წარმოუდგენელი იყო საერთოდ მთელი მის კარიერის განმავლობაში. მაგრამ კარიერის ამ ეტაპზე ორივე არის ისეთ კონდიციაში, რომ ჩემი აზრით აქ ერთი რამ არ იცვლება, იქნება ძალიან სანახაობრივი ბრძოლა და აი სერიოზული სისხლი დაიღრება რო იტყვიან. მაგრამ მეორეც აი ხანგრძლივობას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ხანგრძლივობა ცოტა დაიკლებს. ანუ აქ უკვე მე დიდად სიმართლე გითხრათ არ ველოდები მაინც და მაინც აუცილებლად 3 რაუნდიან ბრძოლას. ვინაიდან მეტოქის დაზიანების უნარები მათ ორივეს აქვს ჯერ კიდევ, ეს ასე მალე არ მიდის, ძალაც აქვთ, დარტყმის ტექნიკაც აქვთ და ასე ვთქვათ, კვლევის ინსტინქტიც ეს არსად არ მიდის, მაგრამ აი ამტანობის კუთხით უკვე ეს ასაკთან და ცვეთასთან ერთად ზოგადად ვიცით რომ კლებულობს. შესაბამისად, შემტევი არსენალი ვფიქრობ ორივეს ექნება ისეთივე ბრუტალური როგორიც ჰქონდათ, მაგრამ აი ამტანობა ამ კუთხით, ამტანობის კუთხით ვფიქრობ უკვე ორივეს ასე ვთქვათ მოკლებული აქვს. ამიტომ ვფიქრობ რომ 2-3 წლის წინ ეს ბრძოლა უფრო მეტი ხანი გაგრძელდებოდა ვიდრე ახლა. აქ გამარჯვებულის ასე ვთქვათ, პროგნოზი ძალიან რთულია, იმიტომ რომ ასეთ ომებში, პატარა ერთი შეცდომა ზოგჯერ არის ხოლმე საბედისწერო და ვინ დაუშვებს იმ შეცდომას, ახლა ვერ ვიტყვით რომელიმეზე რომ შეცდომებს არ უშვებენ, ხო? მთელი კარიერის განმავლობაში მაშინაც კი, როდესაც პიკში იყვნენ, კაპს ვანსონის უშვებდა შეცდომებს და მეით ლენდვერის უშვებდა შეცდომებს. შესაბამისად, იმის ილუზია არ მაქვს, რომ აქ ამ ბრძოლაში ყველაფერი რომელიმემ ძალიან უნაკლოდ გააკეთოს. ამიტომ რომელი დაუშვებს პირველ შეცდომას, ამის გამო ეს გარკვეულად ლატარიაა. თუმცა მაინც შევეცდები ხა ალბათ გაინტერესებთ ჩემი მოსაზრება და მაინც რატომღაც უფრო ვიხრები კაპსვანსონისკენ ერთადერთი იმიტომ რომ კაპსვანსონს აი უმაღლესი დონის მეტოქეებთან ბრძოლები აქვს ბევრად მეტი ჩატარებული ლენდვერსაც აქვს ძალიან კარგი ბრძოლები მაგრამ კაპსვანსონს ისე მოხდა რომ თავის კარიერის მანძილზე ქონდა ის პერიოდი რომ ბევრ ასეთ მაღალი დონის მეტოქეს ხვდებოდა და ვფიქრობ კლასი გამოცდილება ორივეს აქვს ვერ ვიტყვით რომელიმე M1 Challenge-ის ჩემპიონი იყო თავის დოზე ლენდვერი და იმდენი დაღესტნელი ყავს დამარცხებული და გათიშული რომ ნუ მარტო ეგ რა დღის ხო მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ რომ მაინც აი კლასის ხარჯზე შესაძლოა პატარა უპირატესობა მივცე კაპსვანსონს მაგრამ ძალიან პატარაა ვერ ვიტყვი რომ დიდ ფავორიტად არ ვასახელებ არავის ცოტა ფავორიტად მე პირადად დავასახელებ კაპსვანსონს, თუმცა კიდევ ერთხელ გავიარებ, აქ ყველაფერი ძალიან ახლოს არის. პრინციპში საკმაოდ ახლოს არის ყველაფერი მომდევნო ბრძოლაშიც, სადაც უკვე ქვემძიმე წონის ასე ვთქვი, კონტენდერები შეხვდებიან ერთმანეთს. დომინიკ რეიესი ხვდება ჯონი უოკერს და ძალიან გავს ეს ბრძოლა წინა ბრძოლას, იმ მხრივ რომ ორივე ეს მებრძოლი არ იმყოფება თავის კარიერის საუკეთესო ეტაპზე. ნუ ბუნებრივია, დომინიკ რეიესის შედევრი ბრძოლა გვახსოვს ყველას ჯონ ჯონსის წინააღმდეგ, მან წააგო, მაგრამ იყო იქ ძალიან ღირსეულად გამოიყურებოდა. ჯონი უოკერს რაც შეეხება ჯონი უოკერი რომ მოვიდა UFC-ში, მოვიდა როგორც სასწაული პროსპექტი, უდიდეს ამის ანდერსონ სილვა ეგონათ მომავალი მოვიდაო. კარგი ხანი იყო დაუმარცხებელი, თუმცა შემდეგ უკვე გარკვეულწილად ჩამოყალიბდა, ნუ აი რაღაც საშუალო დონის UFC-ს მებრძოლად, ნუ არ მიწყეს ჯონი უოკერი, მაგრამ ნამდვილად ასეა. ამჟამად ორივე მათგანს ჩემი აზრით მენტალურად არამდგრადი, ასე ვთქვათ, მენტალური მდგომარეობა აქვს. თუ შეიძლება ასე ითქვას. ნუ ზოგადად ამ მხრივ საერთოდ პრობლემები აქვს ძალიან ხშირად ქონია პრობლემები დომინიკ რეიეს ვიცით ჩვენ ამის შესახებ. ამაზე დეტალად არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ არ არის ფიკურია, თუმცა ქონია და ხშირად აქვს ხოლმე ამის პრობლემები ისედაც დომინიკ რეიეს და რაც შეეხება ჯონი უოკერს მის ბოლო ბრძოლასაც თუ ნახავთ იქ მე დამჩაში დაბეჭდება რომ ცოტა გარკვეული არ იყო ჯონი უოკერი თავის ბრძოლის სტილშიც, ანუ რა სტილით უნდა ეჭხობა ისიც არ იყო გარკვეული და რაღაც მომეჩვენა რომ ცოტა თავის ძმის
ასე ვთქვათ, ჰილჰუკებმა ცოტა გონება აურიესო, იმიტომ რომ ბრძოლა დაიწყო ისე რომ ლამის იმანარი როლის გაკეთება სცადა და ფეხზე გადასვლა, იქ არაფერი არ გამოვიდა და კინაღამ კი არა და საკმაოდ დაზიანდა, უბრალოდ დროულად დაუბრუნა თავის საწყისებს და ისევ თავის სტრაიკინგით საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა თავის უკანასკნელ ბრძოლაში. ამიტომ ასე ბრძოლები ზოგადად ძალიან რთულია, როცა ორივე მეტოქი ასე არეულია და რას მოიმოქმედება და რას მოიფიქრებს ამის გამოცნობა ფაქტობრივად შეუძლებელია, მხოლოდ მათიციან. ზოგადად პროგნოზირება ძალიან რთულია, ამიტომ აქაც ძალიან ისე დიდი ფავორიტის დასახელებაში თავს შევიკავებ და არ ვიტყვი და ნამდვილად არ ვიცი ვინ არის დიდი ფავორიტი, მაგრამ ცოტათი აქაც ერთ-ერთ მხარეს ვიხრები, რატომღაც მგონია რომ ამ ორ ქაოსურ და ცოტა არამდგრადი ფსიქიკის მებრძოლს შორის საბოლოო ჯამში ცოტა უფრო ნაკლებ არა, ცოტა უფრო ასეთ სწორმა და ასე ვთქვათ დისციპლინირებულმა მიდგომამ შეიძლება გაიმარჯვოს. ამ ხრივ ჩემი აზრით ამის უნარი უფრო აქვს დომინიკ რეიესს. გაგიკვირდებათ, მაგრამ მე ამ ბრძოლაში არ ხედავ მალე ფინიშს ყოველ შემთხვევაში და მგონია რომ უფრო დომინიკ რეიესისგან უფრო ისეთი დროში გაწერილი გეგმა სტრაიკინგში ოღონდ შეიძლება შემოგთავაზოს ამერიკებმა. ასე მგონია ყოველ შემთხვევაში შეიძლება შევცდებით რომ აქ მართლა ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, ზოგადად უფრო 53-47-ზე. თუ რეიეს ასე ვთქვათ, ვასახელებ ფავორიტად, ძალიან მცირე ფავორიტად ვასახელებ და მე თვითონ არ გამიკვირდება თუ შევცდე ამ პროგნოზში. ზოგადად კიდევ თქო გამერ ეს ასეთი ბრძოლები, სადაც ძალიან არაპროგნოზირებადი მებრძოლები არიან, ისედაც და თან ორივე არის იმ სტადიაში კარიერის, როდესაც თვითონაც არ იციან ჯერ რას აკეთებენ ხშირ შემთხვევებში, პროგნოზის გაკეთება რა თქმა უნდა, ოდესმე უფრო რთულია. სამაგიეროდ, რა ვიცი, მე უფრო ძალიან უფრო მეტად ვარ დარწმუნებული მომდევნო ბრძოლაში, კურტის ბლეიდსა და ჯოშ ჰოკის შორის სავარაუდოდ, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ სავარაუდოდ ბუკმეკერები ფავორიტად ასახელებენ ჯოშ ჰოკის, მაგრამ მე რატომღაც გონია რომ აქ ფავორიტი არის კურტის ბლეიდსი. შეიძლება ბევრს გაგიკვირდათ რომ ამას ვამბობ, მაგრამ მე ამ ბრძოლაში ჯოშ ჰოკის ფავორიტად ვერ ხედავ, ვინაიდან ერთ-ერთი მიზეზით, ვინაიდან ჯოშ ჰოკიტი რასაც აკეთებს ხოლმე და რაც მინახავს მისგან გაკეთებული UFC-ში. ეს გაუკეთოს ჯოშ ჰოკიტმა კურტის ბლეიდს ძალიან ეჭვმეპარება. საერთოდ კურტის ბლეიდს ეს ვინმე რო გაუკეთოს ძალიან ეჭვმეპარება, შეიძლება გარკვეულწილად პირველ რაუნდში ეს მოახერხა ალმეიდამ. მაგრამ მხოლოდ პირველ რაუნდში, შემდეგ როგორ დასრულდა ეს ალმეიდასთვის ძალიან კარგად გვახსოვს, ხო? უსვობ ჟაიტონ ალმეიდას, რა თქმა უნდა. ასე რომ გასაგებია რომ ძალიან კარგი მოჭიდავია ჯოშ ჰოკიტი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ თავისი არანაკლებ მოჭიდავეს ხდება და თან გაბარიტებით ბევრად უფრო დიდს, ფიზიკურად რომ იცოდეთ, ბევრად დიდია, მაღალის და მასიურის კურტის ბლეიდსი. ამიტომ ამ ბრძოლაში მე პირადად სიმართლე გითხრათ კურტის ბლეიდს ხედავ ფავორიტად. მივადექით თანამთავარ ბრძოლას აზამატ მურზაყანოვი პაულო კოსტა. შეგახსენებთ რომ პაულო კოსტა მთელი კარიერა იბრძოდა UFC-ში, ყოველ შემთხვევაში იბრძოდა საშუალო წონაში, თუმცა ეს ბრძოლა უკვე არის ასე ვთქვათ მისი დებიუტი ქვემძიმე წონაში. ყველა წესით და რიგით აზამატ მურზაყანოვი უნდა იყოს ფავორიტი და არ დაგიმალავთ მეც ვთვლი აზამატ მურზაყანოვს ფავორიტად, მე მგონია რა, საერთოდ ვერ წარმოვიდგენია რა უნდა გაუკეთოს აზამატ მურზაყანოვს პაულო კოსტას. ზოგადად პაულო კოსტა დიდად მე არ მომწონს და მე მთელი მისი ბრძოლა რა თქმა უნდა არა ერთი ბრძოლა მაქვს ნახე და ძალიან ბევრი, მაგრამ მე ვერ გავიგე პაულო კოსტა რაშია განსაკუთრებით ძლიერი სიმართლე გითხრათ და შესაბამისად ვერ ხედავ რა უნდა შესთავაზოს და ერთი უნდა გააკვიოს მან აზამატ მურზაყანოვი. ერთადერთი პაულო კოსტასაც რომ დაუტოვოთ შანსები, ერთ ამას ვიტყვი, პაულო კოსტა ზოგადად ძალიან ბევრს იკლებდა წონაში. და მუდმივად ჰქონდა პრობლემა, ხან ვერ დებდა წონას, ხან დებდა, მაგრამ ძალიან უჭირდა. ერთადერთი რამაც შეიძლება მისი შანსები ამ ბრძოლაში გაზარდოს ჩემ თვალში ყოველ შემთხვევაში არის ის რომ შესაძლოა პაულო კოსტა საერთოდ არასწორ წონაში იბრძოდა და შეიძლება სულაც ეს წონა არის, შეიძლება მისი და შეიძლება ამ წონაში იქიდან გამომდინარე რომ რაღაცა უბუწყალოდ ბევრის დაკლება
არ მოუწიოს, შეიძლება იყოს უფრო სწრაფი, უფრო ენერგიული და უფრო პროდუქტიული. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ გვინახავს და ეს მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ. ამიტომ მხოლოდ ამ ვარაუდის და ამ ალბათობის, ამის ალბათობა ხა რამდენად დიდია თავად განსაზღვრეთ და ამის ხარჯზე, რა თქმა უნდა, პროგნოზს ვერ გავაკეთებ. მე ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში ფავორიტი არის აზამატ მურზაყანოვი და ვფიქრობ, თან არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ნოკაუტით გაიმარჯვა. და მივადგეთ თავარ ბრძოლას. ჟირი პროხასკა, კარლოს ულბერგი. ალბათ ამ ბრძოლის პროგნოზი გაინტერესებთ განსაკუთრებით ჩემგან, მაგრამ ამ ბრძოლაში პროგნოზს არ გავაკეთებ ერთი მიზეზით, რა მიზეზითაც არ ვაკეთებ ხოლმე. ძალიან გულშემატკივრობ ჟირი პროხასკას. აი ძალიან გულშემატკივრობ. გარდა იმისა, რომ ზოგადად პროხასკას როგორ შეიძლება არ გულშემატკივრობ და ყოველთვის გულშემატკივრობ, კარლოს ულბერგიც რაღაცა არ შედის ჩემი, ასე ვთქვათ, ფავორიტი მებრძოლების სიაში, ის კი არა. პროხასკას კი არა, ცოტა ისეთ ნეიტრალურს რო ხდებოდეს, მე ვის მიმართაც ნეიტრალურად ვარ. იქაც ხშირად არ გულშემატკივრობ ხოლმე კარლოს ულბერგს. ახლა მით უმეტეს პროხასკას რო ხდება, ძალიან მინდა პროხასკამ მოიგოს. რაც შეეხება მათი უნარების ანალიზს, ზოგადად პროხასკასთვის კარგი მეტოქი ულბერგი ნამდვილად არ არის, ვინაიდან ფეხზე იბრძვის პროხასკა თავისი ავანტურული და რაღაც ისეთი ეფექტური მოქმედებებით, ზოგადად ასეთი ეფექტური მოქმედებები არ არის ხოლმე კარგი იარაღი, ასე ვთქვათ, განსწავლულ, აი ეს აკადემიურ ნასწავლ ბაზით სტრაიკერთან და კიკბოქსიორთან. და ასეთია კარლოს ულბერგი. ამიტომ ამ ხრივ განსაკუთრებით კარგი მეტოქი ყავსო პროხასკას ვერ ვიყავ. თუმცა ჩვენ არაერთხელ გვინახავს პროხასკას მიერ გაკვირვებული საზოგადოება, MMA-ის საზოგადოება და არაერთხელ გვინახავს მის მიერ დამარცხებული ესეთი კარგი სტრაიკერები. თუნდაც მის უკანასკნელ ბრძოლაში ხალხი რანთრისთან და ხალხი რანთი ნამდვილად ისეთია, როგორც ცოტა ხნის წინ ვისაუბრე, ანუ განსწავლული, ძალიან კარგი ბაზით სტრაიკერი, კარგი კიკბოქსიორი. თუმცა ის რომ ზოგადად პროხასკასთვის ეს ასეთი მეტოქეები რთულია, ეს თვითონ იმ ბრძოლამაც გვაჩვენა ნოკაუტამდე, როცა სანამ პროხასკა გათიშავდა რანთრის, გახსოვთ ალბათ რომ სერიოზული უპირატესობა ჰქონდა რანთრის და ძალიან დააზიანა პროხასკა. ამან ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასეთი სტილის მეტოქეები ზოგადად საკმაოდ რთულია პროხასკასთვის, პროხასკას სტილისთვის. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მოუგია არაერთი ასეთი ბრძოლა პროხასკას, მოდი რა, არ არის ნამდვილად პროხასკა ჩამოსაწერი და მისი რომელიმე ესე ტრიალში რაღაც გიჟური მოფიქრებული რაღაც მისი ფანტაზიის ნაყოფი რომელიმე დარტყმა შეიძლება მოხდეს მიზანს ისე, როგორც პროხასკას უყვარს ხოლმე და როგორც პროხასკას არაერთხელ მოუგია. უბრალოდ აქ ერთი მომენტიც არის. პროხასკას სტილი, აი ეს მისი სტილი რა, მისი ეს მანერა, ხო, როცა მასაც ძალიან ბევრი ხდება ეს სამურაის თითქოს რომ ღიად მიდის დარტყმაზე და წინააღმდეგი არ არის რომ მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სანახაობრივი, მაყურებლისთვის ძალიან ეფექტური, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღიაროთ, რომ ზოგადად ასეთი სტილის მებრძოლები დიდი ხანი მაღალ დონეზე ვერ იბრძვიან, იმიტომ რომ ამდენი მოხვედრა, რა თქმა უნდა, სვეტს მებრძოლს და მის ასე ვთქვათ, ამტანობას ამცირებს. რაც უფრო ასეთი სტილი აქვს, მით უფრო მალე ცდება ასეთი მებრძოლი. ჩათვალეთ, რომ ყველა ბრძოლის შემდეგ მათ შორის იმ ბრძოლების შემდეგ, რაც იმარჯვებს მებრძოლი, მისი რაღაცა ეს ჯავშნის რესურსი შემცირებულია. თან საგრძნობლად. ამიტომ ზოგადად არავის არ ურჩევ პროხასკას სტილში ბრძოლას, არავის არ ურჩევ გულისხმობ ვისაც მიმართაც გულის შემტკივა და ვისაც უსურვებ. ვინც ჩინაურია, ასე თუ ვისაც ჩინაურად მივიჩნევ. იმიტომ რომ ზოგადად ეს არ არის მაინც და მაინც ისეთი ძელვადიან პერსპექტივაში ყოველ შემთხვევაში არ არის საკმაოდ ისეთი წარმატების მომტანი სტილი. კი, ერთეულად, ლოკალურ ერთ კონკრეტულ ბრძოლაში შეიძლება სასწაული წარმატება მოუტანოს მებრძოლს და სასწაული აღიარება, მაგრამ აი ძელვადიან პერსპექტივაში კარიერისთვის ეს არ არის კარგი. ასე რომ ეს ბრძოლა, მოდი დავტოვოთ ესე ღიად, არ ვიცი, ნებისმიერ შემთხვევაში ახლო ბრძოლაა, ჩემი აზრით შანსები აქვს ორივეს, კარლოს ულბერგზე ვისაუბრე რატომაც, იმიტომ რომ ძალიან მაღალი დონის სტრაიკერია და მით უმეტეს პროხასკა ვიცით, რომ ფეხზე ეჩხუბება მას. პროხასკასთვის იმისთვის, რომ იმიტომ უნდა დავტოვოთ პროხასკას შანსები, რომ პროხასკაა და ზოგადად პროხასკა მაგით გამოირჩევა, რომ ასე ბრძოლებს იგებს ხოლმე. აი ეს იყო სულ რაც მინდოდა მეთქვა უკვე მაიამის ქარძეც, რომელიც შედგება 11, უпростоრად მათი დროით 11 აპრილს, ჩვენი დროით უკვე 12 აპრილს გამთენიაზე, სხვა შორის აღდგომა დღეს და აქვე მინდა
ყველა ჩემ მართლმადიდებელ გამომწერს მიულოცო დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და სწორედ აღდგომა დღეს შევხვდებით. მე თქვენი მონამორჩილი წავიყვან პრელიმ, ანუ წინასწარ ქართს. დღეისათვის ეს იყო, გამოიწერეთ ჩემი არხით, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დააჭირეთ ზარის ღილაკს და რა თქმა უნდა, იყავით ჯანზე.